გამარჯობა. სამშობლო. რას ნიშნავს სამშობლო? რიგი ადამიანებისთვის ზოგადად როგორ გვესმის ეს და ვინ არიან უსამშობლოები ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს თავისებური წარმოდგენა იმაზე, თუ რას ნიშნავს სამშობლო და რა ფასეულობებისგან შედგება ეს. ასევე, ასე ჩემთავთან საუბრის რეჟიმში ვეცდები შევეხოთ სახელმწიფოსაც, რა არის სახელმწიფო, რას ნიშნავს ეს და რამდენად შეიძლება ეს იყოს კავშირში სამშობლოს ცნებასთან. სამშობლო თვითონ სიტყვას თუ შევხედოთ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ არის ადგილი ერთგვარი, საიდანაც მოდიან შენი მშობლები და სავარაუდოდ სადაც შენ გაჩნდი და გაკავშირებს უამრავი მოგონება, სიყვარული ამ ადგილთან, ანუ შენი მშობლების მიერ მოწყობილი ემოციები, შენი ნათესავები, მეგობრები, იმ ადგილის თავისებურებები, გეოგრაფია და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შენს ცნობიერში ილექება და გარკვეულწილად ემოციებს იწვევს. და უმეტესად ამას ვეძახით ჩვენ სამშობლოს, ეს შეიძლება მთელი ქვეყანა იყოს, ჩემთვის ასეა, შეიძლება უფრო ვიწრო გაგებით რაღაც ცალკეული ხეობა ან ცალკეული სოფელი, მაგრამ დაახლოებით აი ამას ვუძახით ყველა სამშობლოს. ეს გაგება სამშობლო ასევე ხშირად ასევე აღჭურვილია ისეთი ფასეულობებით, როგორც არის მაგალითად რელიგიური, ანუ რელიგიის კონკრეტული შეხედულებები, თქვათ აი იმ გეოგრაფიულ რეგიონში თუ რაიონში, გნება სოფელი იყოს, გნება ქვეყანა, როგორც რელიგიური, ასევე სოციალური, ანუ საზოგადოებაში ქცევის, ეთიკური ფორმების გაგება, როგორ ესმის ამ საზოგადოებას ეთიკური ნორმების საზოგადოების ქცევის და კიდე სხვა ტრადიციები, რა თქმა უნდა, ასევე ტრადიციებიც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს ყველაფერი უკვე ეს რაღაც ეთიკური ნორმებია, რომელიც ასევე ერთვის სამშობლოს გაგებას თან და ერთგვარი, მოკლედ ესეთი კრებული არის ერთხელ ემოციური კავშირების, ეთიკური კავშირების და მორალურისაც. ეს დაახლოებით ასე რომ წარმოვიდგინოთ სამშობლო. რა არის სახელმწიფო? ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, სახელმწიფო აი პლატონის მიხედვით ყველაზე მარტივად და გასაგებად აქვს ახსნილი ეს პლატონს. თუ კი წარმოვიდგენთ, რომ ერთ ადგილას დაიწყო ერთად ცხოვრება, თუნდაც ორმა ადამიანმა დასახლდა სადმე, აი სადღაც მიწაზე, რა თქმა უნდა, ისინი იწყებენ ჯერ საცხოვრისის აშენებას, ჯოხისგან თუ აგურისგან არ მნიშვნელობა აქვს, აშენებენ სახლს, შემდეგ ისინი იწყებენ, რა თქმა უნდა, ზრუნვას საკვების მოყვანაზე და ასე იწყება. ანუ ასე იწყება ის, რომ ისინი სწავლობენ სოფლის მეურნეობას და როდესაც შემდეგ ამ ადგილას ადამიანთა რაოდენობა მრავლდება, მაგალითად ისინი ხდებიან 5-ნი და შემდეგ 20-ნი, ეს ცოდნა, რა თქმა უნდა, უფრო მოხმარებადი ხდება, ანუ შესაბამისად სოფლის მეურნეობაში ვიღაცა ადამიანი ხდება ყველაზე მცოდნე, ყველაზე გამოცდილი, ამ ცოდნას აგროვებს და გადასცემს შემდეგ თაობებს და ეხმარება სხვებს. ანუ შესაბამისად გაჩნდა პროფესია. ერთი ადამიანი, რომელიც არის ნამდვილად საჭირო, უკვე აი ამ მინი საზოგადოებაში, თქვათ ეს არის აგრონომი. ნამდვილად შეიძლება ასევე აუცილებლობა მკურნალის, იმიტომ რომ ისინი ავადმყოფობენ ზოგჯერ და ასეთი ადამიანიც ჩნდება, იგი სწავლობს, ბალახეულს, იკვლევს და მოკლედ მკურნალი ჩნდება, ანუ ექიმი და ეს ცოდნაც გროვდება და თაობიდან თაობაში ეს იხვეწება. ასევე ჩნდება სხვადასხვა აუცილებლობები, მშენებლების, ანუ ნელ-ნელა ადამიანების, ვინც ამ საზოგადოებას დაიცავს, რასაც შემდგომში ეწოდება გნებავთ ჯარი, გნებავთ პოლიცია, რაც ანუ ნელ-ნელა ჩნდება აუცილებლობები იმისა, რომ ბუნებრივად გაჩნდეს ნებისმიერ ტიპის საზოგადოებაში რაღაც პროფესიები. და აი ამ პროფესიებით სხვადასხვა ადამიანი შევიდეს ერთგვარ სამსახურში ან მომსახურებაში ერთმანეთთან. აი ეს კომუნა ერთმანეთს ემსახურება თავისი პროფესიით.
ის ექიმია, ეს აგრონომია, ეს სამართალდამცავია და აი ასე ისინი ავითარებენ თავის საზოგადოებას და ხვეწენ თავის პროფესიას იმისათვის, რომ ამ საზოგადოებამ უკეთესად იარსებოს. ეს საზოგადოება განვითარდეს, მიაღწიოს უკეთეს შედეგებს, უკეთესად იკვებოს, უკეთესი საცხოვრებელი ქონდეს, სითბო, მეტი კომფორტი, უკეთესი მედიცინა. აი ასე იწყება სახელმწიფო და იმის აუცილებლობები, რომ ამ სახელმწიფოში ვიღაცამ აიღოს გარკვეული ვალდებულებები თავის თავზე. და შემდეგ უკვე ეს რა თქმა უნდა მიდის მართვის აპარატი ჩნდება რა თქმა უნდა ამის აუცილებლობა რაც უფრო ვითარდება სახელმწიფო მართვის აპარატი და ასე პირობითად რომ გადავხედოთ დღევანდელ მართვის წყობას. ისტორიის დიდი მონაკვეთი რომ გამოვტოვოთ და პირდაპირ მოვიდე დღევანდელ დღემდე პლატონსაც კი და არისტოტელესაც ძალიან მკაფიოდ ეს აღწერილი და დღევანდელი დღეც ისტორია უახლესი გვიჩვენებს, რომ ყველაზე წარმატებული მოდელი, ასე ვთქვათ, მართვის არის ეს დემოკრატიული რესპუბლიკა, დემოკრატიული მართვის მოდელი. ყველაზე წარმატებული, იმიტომ რომ დემოკრატია გულისხმობს მრავალ ფეროვნებას და მრავალ მხრივ განვითარებას ყველა დარგის და ყველა ასპექტის და იგი უარყოფს ნებისმიერი რომელიმე დარგის, მით უმეტეს სამართლებრივი დარგის, ასევე განათლების დარგის, ასევე რელიგიის ერთ კონკრეტულ ვიწრო ჩარჩოში ჩაკეტვას და ყველა მრავალხრივ მოაზროვნე და მრავალ სხვადასხვა მხრივ განვითარებული ადამიანების ერთ ჩარჩოში მოქცევას, რაც ასევე ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველთვის უკავშირდება ძალადობას, ძალისმიერ მეთოდებს, იმიტომ რომ სხვაგანაც შეუძლებელია ძალისმიერად ყველა ადამიანი დაუმორჩილო ერთგვარი აზროვნების მანერას, სტილს და ერთგვარი მართვის სტილს. ანუ ისტორიიდან ვიცით, რომ დემოკრატია ყოველთვის არის წარმატების ბევრად უფრო სასარგებლო ინსტრუმენტი პოლიტიკური, ვიდრე ნებისმიერი სხვა წყობა. და ამას გვიჩვენებს მაგალითად ევროპული ქვეყნების მაგალითი, დასავლური სხვა ამერიკა, კანადა, იაპონია და სხვა ქვეყნები, სადაც დაიწყეს რა მათ დემოკრატიის შეტანა თავის წყობაში, დაიწყეს ბევრად უფრო სწრაფად განვითარება, ეკონომიკის ბევრად უფრო სწრაფად შენება და ყველა მიმართულებით, როგორც მილიტარისტული, სამხედრო, ისე განათლების და ასე შემდეგ. მოკლედ ვსაუბრობთ ამაზე. ეს არის დაახლოებით სახელმწიფო, დაახლოებით ვისაუბრეთ რა გაგება აქვს სამშობლოს. ახლა დავუბრუნდეთ სამშობლოს. ადამიანები, რომლებსაც რა თქმა უნდა მე მჯერა, რომ ძალიან უყვართ სამშობლო, იმ გაგებაში, რა გაგებაშიც ისინი ხედავენ, იმ ადგილს, საიდანაც ისინი არიან, თავის ქალაქს, პირობითად გორს, ულამაზეს მყუდრო ქალაქს, ძალიან პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა, იმ ქუჩებს, ძველ სახლებს, ეს არის მათი სამშობლო, იქ გრძნობენ თავის ემოციებს, თავის საფიქრალი იქ არის და ამ გარემოში გრძნობენ თავის რელიგიურ იქ რაღაც მისწრაფებებს, რელიგიური ფიქრებიც იქ არის, ის ეკლესია, სადაც იქ დადიოდნენ რომელიღაცა, არ ვიცი, ალბათ მოძღვარი, რომელიც მან ყავდათ, მაგრამ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გარკვეულ ასევე ჩარჩოებში ყალიბდება. მე არ ვამბობ ცუდს ან კარგს, მაგრამ გარკვეულ ფორმას იძენს. ასევე იძენს გარკვეულ ფორმას, როგორც თქვი, გარკვეული სოციალური, ეთიკური ნორმები. როგორც კი აი ეს ყველაფერი იწყებს პირობითად თავის თავში ჩაკეტვას და გარკვეული გარემოს წარმომადგენლები, ადამიანები იწყებენ უარყოფას ნებისმიერი განსხვავებულის ან ნებისმიერი ახლის და პირდაპირ გეტყვით ახლა რასაც გულისხმობთ. როდესაც ადამიანები იწყებენ პირობითად დემოკრატიაზე საუბარს როგორც რაღაცა უცხოზე და ახალზე, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მათი ჩვეული გარემო, მათი საყვარელი, მათი მშობლიური, ის მშობლიური, რომელიც ჩვეული არის მათი კუთხისთვის, როცა ადამიანები იწყებენ ამაზე საუბარს, რა თქმა უნდა,
ამ ადამიანებს უნდა ვივარაუდოთ, რომ უბრალოდ მწირი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ რაზეა საუბარი დემოკრატია. ან უარეს შემთხვევაში ისინი უბრალოდ ვიღაცა მოატყუა და ძალიან მახინჯად დაუხატა ის გზები და ის ფორმები, რომლითაც დემოკრატია შეიძლება დავარქვათ ოპერირებდეს, ან როგორც შეიძლება ეს როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი იყოს გამეყენებული და ამითი მიანიშნებს იმაზე, რომ თავისი ტრადიციების მოყვარული და თავისი ტრადიციების დამცავი საზოგადოება ჯობს რომ გაემიჯნოს ამას. რა თქმა უნდა, აქ ჩნდება სწორედ ეს დილემა, რომ ვის ხელშია ეს, ვინ აკეთებს ამას და რატომ აკეთებს. ერთადერთი ვინ შეიძლება ამას აკეთებდეს, შეიძლება აკეთებდეს ის ადამიანი, ვისაც არ უნდა საქართველოს განვითარება. იმიტომ რომ სამშობლო სახელმწიფოებრიობის გარეშე არ არსებობს. იმიტომ რომ შენ სამშობლოში, რომელიც გიყვარს შენი ქუჩები, შენი რელიგია, შენი კულტურა, თუ შენ არ აქვს ძლიერი სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობის იდეა შენი არ არის სწორად დალაგებული და სწორად არ ვითარდება, ანუ დემოკრატიულად არ ვითარდება. მოვა დღე, როდესაც შენ სამშობლოში სახელმწიფო აღარ იარსებებს და აღმოჩნდება, რომ შენ სამშობლოს მართავს ვიღაც სხვა ქვეყნის, სხვა სახელმწიფოს, როგორც ის არ უნდა იყოს ბატონი და მმართველი. სწორედ ეს დადგება. ანუ შენ თუ გინდა სამშობლო, მაგრამ არ გინდა რომ მიაქციო ყურადღება სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფოებრიობის განვითარებას, მაშინ ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო შედეგით დასრულდება, რა თქმა უნდა. რის ფაქტის წინაშეც დღეს სხვათა შორის ვართ. და ვართ იმ ფაქტის წინაშე, რომ ეს ხელოვნურად შექმნა გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ამ პოლიტიკურ ჯგუფს ქვია დღეს ქართული ოცნება, რომელიც პატრიოტ ადამიანებს, რომელმაც დაანახა და შეცდომაში შეიყვანა, რომ თქვენ სამშობლოს, თქვენს ფასეულობებს, თქვენს პატრიოტულ გრძნობებს, თქვენ რელიგიურ გრძნობებს დღეს ემუქრება ისეთი საფრთხე, რასაც ქვია და დემოკრატიის საფუძველზე გაშალეს ეს ტყუილი, რასაც ქვია ის დემოკრატიული ძალები, რომლებიც რყუნიან ახალგაზრდებს, მათ ასწავლიან ყოველგვარ გარყვნილებას, ეწევიან გარყვნილების პროპაგანდას, ეწევიან ანტირელიგიურ პროპაგანდას, ყველა ის პუნქტი, რაც ადამიანისთვის არის სათუთი და სუფთა, ყველა ეს პუნქტი გასვარეს ტყუილში, ამასთვის მომართეს მთელი პროპაგანდისტული არხები და მთელი პროპაგანდისტი პირები, შალვა რამიშვილები და ვიღაცები, რომელიც დღიდან დღემდე ათასობით სიტყვაში ამ ტყუილებს აყალიბებენ და ხალხს გონებაში უდებენ. იმისათვის, რომ მათ თავისი გაგებით, თავისი სათუთი და საყვარელი გრძნობები დაიცვან და რა თქმა უნდა უარი თქვან ნებისმიერ ცნებაზე, გაგებაზე, რომელზეც მათ შეუძლიათ თავისი აზრი ამ დროს იქონიონ და წვლილი შეიტანონ განვითარებაში, სახელმწიფოებრიობის განვითარებაში, რომ ამაზე ათქმევინონ უარი და ამას დაარქვან ავადმყოფობა და ამას არქვევენ დემოკრატიულ გზას, ანუ დემოკრატიულ გზას დღეს კობახიძე, დინარაძე და მთელი ქართული ოცნება არქმევს მახინჯ გზას, სიმახინჯის გზას, ანტიქრისტიანულ გზას, ანტისიყვარულის გზას, ანტისუფთა განვითარების, გონიერი განვითარების და სუფთა სწავლებების და ანტიეკლესიურ გზას. აი ეს არის ის მთავარი ბოროტება, რასაც ჩადის დღეს ჩვენი ხელისუფლება. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამშობლო ჩემო კარგებო, სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს. და თუ სახელმწიფო არ არის ძლიერი, სამშობლო ნამდვილად აღარ არსებობს, იმიტომ რომ თუ სახელმწიფო არ არის ძლიერი, იქ შემოდის სხვა სახელმწიფოს ინტერესები და ისინი იწყებენ თავისი ინტერესების გატარებას შენ ქვეყანაში. ეს არის ჩინური ინტერესები, ეს არის რუსული ინტერესები და შენ ნელ-ნელა შენს სამშობლოს კარგავ. ეს 100%-ით ასეა და ეს ასე ხდება. ეს 100%-ით ასეა თუნდაც იმის მაგალითზე,
ჭიათურელ მაღაროელებს როგორ ჩააკითხა მათმა მფლობელმა, მათმა ბატონმა, რუსმა, რომელმაც ფაქტობრივად ჩალა გამოვლებული დატოვა ეს ხალხი და ყველანაირ დანაპირების გარეშე დატოვა ისევ იმ გაუბედურებულ პირობებში და მოთხოვნებში, რაშიც ისინი მანამდე იყვნენ. ეს არის სწორედ მისი კარგი მაგალითი. სწორედ ის არის ამის კარგი მაგალითი, რომ ათობით ათასი რუსი ძალიან თავისუფლად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში და არანაირი სამუშაო უფლება მათ არ მოეკითხებათ და თავის კომპანიებს ხსნიან და თავის რუსულ რულებს ატრიალებენ, რაც შემდეგ რუსეთში და თქვენ კი ქართველებს ძალიან დიდი პრობლემები გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც რუსეთში იმუშაოთ, მაგრამ ამერიკაში, მექსიკიდან ფეხით გადასვლა შეგიძლიათ. აი ეს არის განსხვავება სამშობლოსა და სახელმწიფოს შორის. მაგრამ თუ შენ გიყვარს შენი სამშობლო, ძალიან ლოგიკურია, რომ შენ უნდა იყო მომართული იმაზე, რომ გააძლიერო შენი სახელმწიფო. ამიტომაც ვლაპარაკობ ამას ახლა, ამიტომაც ვლაპარაკები ჩემ თავს და ამიტომაც კიდევ ერთხელ ვცდილობ დაგანახოთ რამხელა ბოროტებას ჩადის ქართული ოცნება, ქართული ინტერესების, ასე ვთქვათ, დამახინჯებით და დასუსტებით იმისათვის, რომ გააძლიეროს რუსული ინტერესები საქართველოში. ისინი არ მალავენ და პირდაპირ ამბობენ, რომ პირდაპირ უპირისპირდებიან ევროპულ თანამშრომლობას, ევროპასთან თანამშრომლობას, ასე ვთქვათ, ძლიერ დასავლურ სამხედრო ალიანსებთან, ყველანაირ დასავლურ და დემოკრატიულ ინსტიტუციასთან თანამშრომლობაზე ისინი ამბობენ უარს და ყველანაირად ცდილობენ, რომ შეზღუდონ და შეკრან თავისუფალი დემოკრატიული განვითარება საქართველოში, იჭერენ ყველა ტიპის პოლიტიკოს, პოპულარულს, არაპოპულარულს, საჭიროს, არასაჭიროს, რადგან მათ ეშინიათ ოპოზიციის და ოპოზიციის ლიდერობის, თუმცა რა თქმა უნდა, ეს მათ არაფრამდე მიიყვანთ მას სასარგებლოდ, იმიტომ რომ არსებობს ყველაზე ძლიერი ძალა, რაც არის ხალხი საქართველოში და ეს არის ყველაზე ძლიერი და დემოკრატიული ძალა. იმიტომ რომ ეს ხალხი არ ხელმძღვანელობს პოლიტიკური ლიდერებით დღეს, ეს იმუნიტეტი გამოიმუშავა ქართულმა ხალხმა. ეს ხალხი დღეს ხელმძღვანელობს მხოლოდ საქართველოს ინტერესებით და როგორც ხედავთ, ისინი პარანოიკები არ არიან. არც ერთი ძველი ბიჭი ტიტუშკა პოლიციელთან შეკრული ბინძური ადამიანი არ წავა იმაზე, რაზეც ეს ადამიანები მიდიან. და მიდიან იმაზე, რომ იციან, რომ შეიძლება ისინი დაიჭირონ უმიზეზოდ და მაინც დგანან და აპროტესტებენ. მათ იჭერენ, უშჯიან სასჯელს და სხვები მაინც მოდიან და მაინც აპროტესტებენ. ეს არის ყველაზე დიდი მაჩვენებელი იმისა, რომ ეს პროტესტი არის მართალი და ეს პროტესტი არის საჭირო და ეს პროტესტი არის ძლიერი. პრინციპულად მე ვერ ვხედავ იმ გზას, რა გზით შეიძლება დღევანდელმა ფსევდოხელისუფლებამ ეს პროტესტი ჩაახშოს. რა თქმა უნდა, ვითარება რთულია პოლიტიკური საქართველოში, მაგრამ თუ ვინმე არის ჩიხში არის საქართველოს პრორუსული ხელისუფლება, ქართული ოცნება და სულ უფრო მეტი და მეტი მხარდაჭერა მოდის დემოკრატიული პარტნიორებისგან, იგივე ევროპელებისგან და არა მარტო და სხვადასხვა ინსტიტუციებისგან ქართველი ხალხის მიმართ. დემოკრატიული და სამართლებრივი მხარდაჭერა სულ არის უფრო და უფრო მეტი. ამიტომ არის ჩვენი პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანი და გისურვებთ გამძლეობას, მედეგობას და გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და ბრძოლა იქნება ბოლომდე. სხვაგვარად ეს არ იქნება.